რეჟიმის ტყვეები, 4 სტუდენტი და მათი დეკანი. ძალიან გამაყოფ ჩემი შვილი, ძალიან გამვიცდი. მე ვიცი რომ იქაც ძლიერი იქნება. რუსულ-ბელორუსული ტერორი, რომელმაც შედეგი ვერ გამოიღო. ქართველი ხალხი ქუჩაში საქართველოს გადასარჩენად. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ არანაირი სანქციები არ იქნება. ივანიშვილის სანქცირებული სინდიკატი და რეჟიმის ჯილდო ჯალათებს. ღირსების ორდენსაც წარმოადგენდა ჩინეთსა სამინისტროს ხელმძღვანელი თანამდებობის პირები. ესენი გახლავთ 11 თანამდებობის პირზეა საუბარი, ბატონი ვახტანგ გომალაური, შინაგანსაკუთრებათა მინისტრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი. სანქცირებულია პასპორტის ფერი, რა შედეგი მიიღეს საქართველოს დაჯის მსურველებმა. ზურაბიშვილის ანშლაგი არ შედგა. შვილების მშობლებთან დაპირისპირება საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავება და წახალისება. რა მეთოდებით იბრძვიან მძიმე ფინალისტვის რადიკალები? მე მინდა მადლობა გადავხადო 5 გომერდულ ქვეყანას, რომელმაც ქართველი ხალხის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა. არალეგიტიმური ხელისუფლების რუსული დეზინფორმაციული პროპაგანდა. როგორც კი რაღაც სასაცილო ხდება, ის ძალაუფლებას თუ ძალას კარგავს რა, ამიტომ მათი პროპაგანდა უკვე ამოჩატაა გაგდებული ყველას. ყუილი, რომლისაც აღარავის ჯერა. ხალხის ანთებული ნაძვის ხე, მილიციად გადაქცეული პოლიცია, ზონდერები, ნასეტკები, ივანიშვილის დანიშნული პრეზიდენტი და კითხვა, რას იზამს ქართული ჯარი ეგრეთ წოდებულ ინაუგურაციაზე. ანგოლა გეიტსი, ძველი ცოდვების ახალი სიმძიმე, დამოკლეს მახვილი ივანიშვილის თავზე. იარაღით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, მაკრონის ზარი საფრანგეთის მოქალაქესთან და ახალი სკანდალი, ეროვნულ ბანკში გადამალული მილიონები, ევროპიდან გამოზიდული ქონება და ოქროს ზოდები, როგორც ცდილობს სანქციებით შეშინებული ოლიგარქი ქონების გადამალვას. ლიკვიდირებული რუსი გენერალი აფეთქება მოსკოვში და დიდი გეოპოლიტიკური ფიასკო სირიაში, პუტინის მარცხი, დამხობა, გაქცევა, დიქტატორების ბოლო.